მოგესალმებით, ჩემთან სარესტავრაციოდ მოიტანეს ხალხური ფანდური, დაახლოებით იქნება 60-50 წლის და ჩაუტაროთ ამ ფანდურს რესტავრაცია. ფანდურს სარქველი დაზიანებული აქვს, ჩამოტეხილი აქვს ერთ-ერთი კიდეზე ნაწილი, ხოლო ბზარები აშკარად აღენიშნება. ვიდეოშიდაც კარგად ჩანს, ასევე დაზიანებული აქვს ტარის თავი და დაზიანებულია თვითონ მუცელიც, ბზარები აქვს უშუალოდ. ფანდური შეწებებული არის მუცელი ფიცრებისგან, გამოყენებული არის კოლაგენის წეპო. კოლაგენი რა არის? ანუ კოლაგენი შეიცავს ცოცხალი ორგანიზმის ხტილები, ძვლები და ასე შემდეგ და ადრე იყენებდნენ ამ წეპოს, საქონლის ძვლებს, ხტილებს, რაღაცებს ხარშავდნენ. და აქედან გამომდინარე მას იყენებდნენ წეპოდ. ამ წეპოს დღესაც იყენებენ ვიოლინოზე ტრადიციის შენარჩუნებისთვის და დღესაც გამოიყენება. თავისთავად ეს წეპო მდგრადი არ არის გარემო პირობებთან, სიცხესთან, სინესტესთან და ასე შემდეგ და ადვილად იხსნება. სწორედ იგივე დაიმართა ამ ფანდურსაც. როდესაც ინსტრუმენტი ჩემთან მოაქვთ, მით უმეტეს ასე ძველი, ყოველთვის ვცდილობ მას რესტავრაცია ჩაუტარო და არა რეკონსტრუქცია. ამ შორის განსხვავება რო ვთქვა, რეკონსტრუქციის დროს კონკრეტული დეტალი, რომელიც დაზიანებულია, შესაძლებელია ჩანაცვლდეს ახალი მასალით, ოღონდ თავისთავად ვიზუალურად უნდა ჰგავდეს ძველს. მაგრამ თუ შესაძლებელია რესტავრაციის ჩატარება, ანუ ძველი მასალის გამოყენება, რაც თვითონ ავთენტურია მათ ინსტრუმენტის, ყოველთვის ვცდილობ ჩაუტარდეს რესტავრაცია. თავისთავად ვიყენებ იმ პრინციპებს, რაც ევროპაში იყენებენ ვიოლინოს, გიტარის და ასე შემდეგ სხვადასხვა ინსტრუმენტის აღდგენის დროს და ამ პროცესს შეგახედებთ თქვენ თვითონ და შეგიძლიათ იხილოთ როგორ აღდგება ეს ფანდური. პირველ რიგში რასაც ვაკეთებ, ნაძვისგან ბალიშები უნდა დავამზადო. ნაძვი იმიტომ რომ სარქველი ნაძვი არის ან წიწოვანი მასალისგან არის დამზადებული. ამიტომ ნაძვს დავჭრით ბალიშებად სათითაოდ. ეს ბალიშები შიგნიდან დაედება სიმყარისთვის გაბზარულ და გატეხილ ადგილებზე და ამ პროცესს განახებთ, შეგახედებთ თქვენ თვითონ, შეგიძლიათ ეხილოთ და ნახავთ როგორ მზადდება უშუალოდ ეს ბალიშები, შემდეგ როგორ ეწებება სარქველზე, როგორ აღდგება სარქველი და ბოლოს უშუალოდ როგორ დაეწებება სარქველი ფანდურის მუცელსაც. როგორც ხედავთ, დავჭერით უკვე ნაძვის ფიცარი, გრძლად, უშუალოდ პატარ-პატარა ფიცრებად. ამ პატარა-პატარა ფიცრებს ახლა დავასუფთავებთ. დასუფთავების შემდეგ უშუალოდ ის დაიჭრება პატარ-პატარა ბალიშებად, პირობითად ვეძახი ბალიშს, რატომ თქვენ თვითონაც მიხვდებით. და ამის შემდეგ ეს ბალიშები დაეწებება სარქველს უკნიდან, თუ როგორანაირად ამის ვიდეოსაც ნახავთ. დაზუმფარების შემდეგ, როგორც გითხარით, დავჭრით ამას, უпроსტად დავკვნიტავთ პატარა საკვნეტით, პატარ-პატარა ნაწილებად და განახებთ თუ როგორ უნდა დავჭრათ, აი ასე როგორც ვიდეოში ჩანს და აი ესა იქნება უშუალოდ ის, რაც გამოგვადგება რესტავრაციის დროს. რაც შეეხება ფანდურის მუცელზე რომ გესაუბროთ ცოტა, როდესაც ფანდურის მუცელს შეკრავდნენ, შიგნიდან თხელ ფიცარს, აი როგორც ეტყობა უშუალოდ ვიდეოზე, ისე დააკრავდნენ სიმყარისთვის, მაგრამ თავისთავად ამან ვერ დაიცვა, თვითონ ეს ფიცარიც გახეთქილია. ეს მიღებული ჩვეულებრივი პროცედურაა. ამას იყენებენ დაუშვათ ევროპაში, როცა ლუთებს ამზადებენ, ასევე აზიაში, როდესაც სხვადასხვა დაუშვათ უდს ან ნებისმიერ სხვა ინსტრუმენტებს ამზადებენ, ჩვეულებრივი მიღებული პროცედურაა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც
კოლაგენზე კოლაგენის მიერ დამზადებულ წერპოს ვიყენებთ, აუცილებელია რაღაც სიმაგრისთვის მაგ დროს. მაგრამ თავისთავად ვერ დაიცვა, აშკარად ეტყობა, რომ თვითონ ეს დამცავი თხელი ფიცარიც, თხელი ხეც გამსკდარია. ამ ყველაფერს ჩვენ მივხედავთ და აღვადგენთ თავისთავად. როგორც წეღან საუბარში აღვნიშნე, ის დამცავი ფიცარი გამსკდარი იყო მაინც შეგნიდა, რომელიც მუცელს ჰქონდა. ანალოგიურად ეს იმიტომ გასკდა, რომ თავისთავად სიგზეზე იჭრება ეს ფიცრები და ეს ხის ხაზებს მიყვება და ამიტომ ადვილად სკდება. როდესაც ჩვენ ბალიშებს დავაკრავთ, აი ეს ხაზები უნდა იყოს საპირისპირო, ანუ ბზარს უნდა ყვეთავდეს მართი კუთხით და არა ხაზი სწორია, თუ ხაზი სწორია გაყვა, მომავალში კიდევ არის საფრთხე იმის, რომ ბზარი ისევ გაჩნდეს და ამ ადგილას გასკდეს. ამიტომ უფრო სიმაგრისთვის ბზარი უნდა გადაკვეთოს ხის ამ ხაზებმა, ანუ ეს ზდის ხაზებია, ზდის ხაზმა მართი კუთხით, არ აქვს მნიშვნელობა მართი კუთხით გადაგეთხავს თუ დიაგონალურად, ყოველ შემთხვევაში ხაზს არ უნდა მიყვებოდეს უფრო მეტი სიმაგრისთვის. ამას დაინახავთ თქვენ თვითონ უშუალოდ როგორ გავაკეთებთ და თუ ვისაც ინტერესი გექნებათ, მოკლედ თუ რესტავრაციას გადაწყვეტ ამა თუ იმ ინსტრუმენტზე, იცოდეთ ეს პატარ-პატარა ნიუანსები, ზოგადად იცოდეთ, რომ ეს დეტალებშია სწორედ ეშმაკი, ამიტომ დეტალებს მიაქციეთ დიდი ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლაგენზე დაფუძნებული წერპოთი აღდგენილი, მე პევია წერპოს გამოვიყენებ, მესმის ცოტა გადახვევა, მაგრამ თავისთავად თავისი მტკიცით და უფრო მდგრადობით ეს წერპო ბევრად უკეთესია, ბევრად დიდხანძლებს და აქედან გამომდინარე ამ წერპოს გამოვიყენებ. წერპოს არ ჩავასხი უშუალოდ ბზარებში, შეიკრა ეხლა, ასე მივიდა ბზარები ერთმანეთთან, აი ჩამოტეხილ ადგილს შემდეგ გავაკეთებ, ეხლა ჩამოტეხილ ადგილს არ შევეხები, როდესაც ეს შეწებდება, ხოლო ამის შემდეგ, ეხლა უშუალოდ როგორც გითხარით, აი სადაც ბზარებია, იმ ბზარებზე დაიდება სათითაოდ ბალიშები, რამოდენიმე სანტიმეტრის ერთმანეთისგან დაშორებით, როდესაც ეს შეწებდება, ეს ბალიშები უნდა დამუშავდეს, უნდა დაათხელდეს მაქსიმალურად, რომ ხმა თავისი რაც ქონდა იგივე შეინარჩუნოს ინსტრუმენტმა და ამას ნახავთ თავისთავად. აი ასე, როგორც ჩანს ვიდეოზე, აი ამ პატარა ბალიშებს ავიღებთ, დავადებთ უშუალოდ ბზარზე, იქ სადაც წერპო აშკარად ხედავთ თქვენ თვითონ რომ ისევ ატყვია და გავაყოლებთ სიგზეზე, ჩავაყოლებთ ბოლომდე. ეხლა მე ამას გავაკეთებ და შემდეგ როდესაც დავასრულებ, დაგიბრუნდებით ისევე. დავალაგე ბალიშები. ეხლა უბრალოდ დამაგრებულია, თავისთავად ამას ფიქსაცია დაჭირდება, ანუ ყველა ჭრილო ბზარს მიყვება. დაჭირდება ფიქსაციასაც გავუკეთებთ, მაგასაც განახებთ, გამოვიყენებთ ქაღალდის წერპოვან ლენტს და ამით შევკრავთ უშუალოდ, დავაფიქსირებთ და როგორ იქნება, აი სწორედ ასე, ეხლა აბსოლუტურად ყველა დაფიქსირებულია. ამას დავტოვებთ ერთი დღის განმავლობაში, რომ წერპო კარგად გაშრეს და ეხლა გადავიდეთ უშუალოდ ტარზე. ტარი არის მოტეხილი, მისი ნატეხი გვაქვს, ამიტომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეს ნატეხი. შეგვიძლია პირდაპირაც დავაწეპოთ, მაგრამ თავისთავად სიმტკიცე არ ექნება. ამ შემთხვევაში დიაგონალზე კვეთით სამჭვალებს გავაკეთებ სიმაგრისთვის, რომ ეს სამჭვალები დიაგონალზე გადაკვეთოს და თუ ტარი გახსნას დააპირებს, ეს სამჭვალები ორივე მიმართულებით ხელშეუშლის. შეწებდება, შემდეგ ჩაიმშვალება და სამშვალები ჩაიდება ორი სამშვალი. შემდეგი დღე თავისთავად ტარიც შევაწეპეთ, რაც შეეხება სარქველიც დაწებდა და ვიწყებთ უშუალოდ ამ ბალიშების დამუშავებას. ბალიშები მუშავდება დანით, მიყვებით კიდეებს, ანუ ათხელებთ ნელ-ნელა. როდესაც დანით კარგად დაამუშავებთ, შემდეგ შეგიძლიათ ზუმფარის ქაღალდით გაასუფთავოთ. ძალიანაც არ უნდა დაათხელოთ თავისთავად ეს ბალიშები, იქიდან გამომდინარე, რომ სიმტკიცე აღარ ექნებათ, მაგრამ თავისთავად არც სქელი არ უნდა იყოს 1 მმ-ისისკე საკმარისია თავისთავად.
დასუფთავების შემდეგ აი ასე გასუფთავებული ლამაზად გამოიყურება უშუალოდ ეს ბალიშები, რომელიც თავისთავად სიმტკიცისთვის აქვს ბზარებს დადებული და სიმაგრეს უნარჩუნებს. როგორც გითხარით, ტარი შეწებდა და დიაგონალზე თავისთავად სამშვალები ჩაედება, ამიტომ არის ცოტა ერთმანეთის პარალელურად არ არის გახრეტილი, მაგრამ ეს არა უშავს, იმიტომ რომ ერთმანეთს კვეთს დიაგონალზე ეს სამშვალები. სამშვალის ჩადების და ჩაჭრების დროს თავისთავად უკვე შემდეგ დღეს ეს სამშვალების კიდეები დამუშავდება, ფაქიზად რომ უშუალოდ ტარის თავის თლიანობა არ დაზიანდეს. ამ პროცესს თქვენ უყურებთ ვიდეოზე, ხელით უნდა დაამუშავოთ. ყოველ შემთხვევაში ისე უნდა დაამუშავოთ, რომ არ დააზიანოთ და დამუშავების შემდეგ თავისთავად აუცილებელია ზუმფარით ერთ დონეზე დაიყვანოთ და საბოლოო ჯამში რა შედეგსაც მივიღებთ, მაგას ნახავთ თქვენ. ამის პარალელურად თან სარქველიცაც უნდა დავამზადოთ. სარქველზე უკან ხიდი დაიმაგრა, იქიდან გამომდინარე რომ 1 მმ-ის სისქე უფრო თხელიც არის სარქველი, ძალიან თხელია და ამიტომ აუცილებელია სამაგრი გაუკეთოთ, მას აღენიშნებოდა ეს სამაგრი რომ მქონდა და აქედან გამომდინარე მეც თავისთავად მომიწია სამაგრის გაკეთება. საბოლოო ჯამში ასე დასუფთავდა ხიდი, დადაბლდა, მზად არის უკვე სარქველი დავახუროთ ფანდურის მუცელს და დაიხურება უკვე ეს დაწეპდება. ვიდეოზე თქვენ უკვე შეწებებულ ვარიანტს ხედავთ, დაწებებულია, შეწებებულია და ეხა უშუალოდ თვითონ ზურგსაც მივხედავთ, სადაც ბზარები აქვს, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ამასაც აგიხსნით და შეგიძლიათ თქვენ გამოიყენოთ შემდგომ. ტარიც შეწებდა უკვე, ტარიც შეწებებულია, გასუფთავებულია, აი ნახრეტები სადაც უშუალოდ დამჭიმები იყო, ეგენი ხით შეივსება, იმიტომ რომ უფრო დიდზე იყო გახრეტილი, აქედან გამომდინარე ხელთავიდან მოხდება მისი გახრეტა და ხელთავიდან ახალი დამჭიმები ჩაედგმება. როგორც გითხარით, უშუალოდ მუცელი გარედან ჩაისხება ამას წეპო, შიგნით ჩავა აუცილებლად, მაგის პრობლემა არ ექნება, შემდეგ მოიჭიმება, ამას სპეციალური ბაწრით შეგიძლიათ დაახვიოთ უშუალოდ და კარგად მიჭიმოს, ანუ ცოტა წელვადი ბაწარი რომ იყოს უკეთესი იქნება.
რაც შეეხება ამ წეპოს, ეს წეპო ასე ჰაერზე არ რჩება, თავისთავად დარჩება რაღაც ნაწილები, მაგრამ შემდეგ წყლით ჩვეულებრივად შეგიძლიათ მოაშოროთ ეს, მაგრამ როდესაც შეკრავთ, მაინც შეეცადეთ რომ გაწმინდოთ. ეხლა მე როდესაც შევკრავ ამ შეწებებულს, გავწმინდა, რაც დარჩება, ის თავისთავად შემდეგ უშუალოდ შემდეგ წყლით გაიწმინდება და ლაქით შეიძლება თხელი ლაქის ფენა კიდევ გადაუსვათ ფანდურს. შეიკრა მუცელიც, როგორც გითხარით, წეპო თავისთავად გავასუფთავე, თქვენც ასე გაასუფთავებთ თუ გააკეთებთ. ახლა დავტოვებთ ამას ერთი დღის განმავლობაში და მუცელის უკვე მზად იქნება, შემდეგ ლაქს გადაუსვავთ იმ ადგილებში, სადაც დასუფთავება მოგვიწია, ტარის თავზე და მუცელზედაც გადაისმება და უკვე ფანდური მზად იქნება, დამჭერებს გავუკეთებთ და მზად იქნება ინსტრუმენტი. ხო, ერთი ფაქტიც რო ავღნიშნოთ, ეხლა ჩაიხვით და დამჭერებისთვის ადგილი ფანდურისთვის, მაგრამ თვითონ ტარი ფანდურის არის ცაცხვი. თქვენ კარგად იცით, რომ ცაცხვი ბილიხია და რაცა უნდა მაგარი ხისგან დამზადდეს, აი ეს წიფელია მაგალითად, რაც ვიდეოში მეკავა ეკხე, რაცა უნდა მაგარი ხისგან დამზადდეს დამჭიმები, იქედა გამომდინარე, რომ თვითონ ტარი ბილიხისგან არის დამზადებული, მაინც მუშავდება. და ცოტა პრობლემური არის. ამ შემთხვევაში ტარიც ჯობია, სასურველია რომ მაგარი ხისგან იყოს, როდესაც ხის დამჭერები კეთდება და თავისთავად დამჭერებიც უნდა იყოს მაგარი ხისგან დამზადებული. რომ ის პრობლემა არ მოხდეს, რომ ხე დამუშავდეს და შემდეგ ადვილად ტრიალებდეს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ნუ საბოლოო ეტაპი არის უკვე გალაქვა, გაილაქება ინსტრუმენტი და ჩაბარდება თავის პატრონს. თქვენი მხრიდან კიდევ თუ გამოიწერთ ჩემს YouTube არხს, კარგი იქნება, ბევრ ასეთ ვიდეოებს შემოგთავაზებთ სამომავლოდ.